ხარჩო განსაკუთრებით გემრიელი საქონლის ხორცით გამოდის. პირველ რიგში ხორცი მოვხარშოთ დაფნა, ხახვი, ნიორი და წიწაკასთან ერთად. შემდეგ პომიდორი ასე დავსეროთ. დავასხათ მდუღარე წყალი, რომ კანი მარტივად მოვაძროთ. ხორცის ნახარში აუცილებლად საცერში გავატაროთ და ცოტა ხნით გადავდგათ გვერდით. პირველ რიგში დაგვჭირდება ხახვი. დავჯრათ აუცილებლად წვრილად. ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად წვრილად როგორც შეგვიძლია. შემდეგ ხახვი უნდა მოვთუშოთ კარაქთან ერთად. ძალიან კარგად. ხშირად ამოვურიოთ, რომ არ მიიწვას. ხახვი, როდესაც კარგად მოითუშება, დავუმატოთ პომიდორი. დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე და დავუბრუნდეთ ხორცს. დაჭერით თქვენთვის სასურველ ზომებზე, მე დაახლოებით აი ასე ვჭრი და როცა უკვე პომიდორიც კარგად მოითუშება, დავუმატოთ აუცილებლად ტომატის პასტა. დაჭრილი ხორცი, გადავურიოთ აუცილებლად, დავახუროთ თავსახური და ვაცადოთ, რომ გემოები კარგად შევიდეს დაახლოებით 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. ნიგოს, რადგან მე ყოველთვის გარჩეულს ვყიდულობ ბაზარში, ამიტომ სადილისთვის ვავლებ წყალს. გარეცხილი ნიკოზი ხორცის ნახარშთან და ნიორთან ერთად მოვათავსოთ ბლენდერში და კარგად ავთქვიფოთ. დავუმატეთ ნიგოს სასურველი სუნელები, რაც ხარჩოს სჭირდება, შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ ხარჩოს სუნელი, წამოადუღოთ, სურვილისამებრ მოაყაროთ ქინძი და მიირთვათ ძალიან გემრიელად.